გუშინ აქციაზე ვიყავი. რომ მივედი, ჩამოვედი მეცნიერებათა აკადემიასთან, გადავუკვეთე და აი ზუსტად მაშინ 5 წუთში, 7 წუთში იძრებოდა, დაიძრა კიდეც ეს მარში ვიდრე პარლამენტის მოედნამდე. იქ აქციაზე ვთქვი ჩართვისას დასაწყისშივე რომ ორი ჩართვა მქონდა სულ და პირველ ჩართვაში ვთქვი რომ 5-7-10,000 შეიძლება მეტი მოქალაქეც არის გასული მეთქი და პრინციპში არ შევცი როცა შეეფინა, როცა მივიდა საპროტესტო აქცია სწორედ პარლამენტის წინ მდებარე მოედანთან პარლამენტის წინ გადაიფსო ესე იგი ისხო სრულიად სავსე იყო კიბეები და ოდნავ ქვემოთ და ეს შევარდაძის არწივი ქორიძე თუ მიმინო თუ რაც არის მოკლედ მხატვრის სახლი რო იყო იქაც იყო იქვიდექი მე სწორედაც რომ იქაც იყო ხალხი ვიდრე პრაქტიკულად ცისფერ გალერეამდე ესე მარჯვნივ როცა პირით როცა პარლამენტისკენ გახარ შესაბამისად მარჯვნივ რო დააკვირდე პრაქტიკულად ცისფერ გალერეამდე არ მინდა ვთქვა რომ კვადრატულ მეტრზე იდგა 4 კაცი არ იდგა მაგრამ 3 კაცი ან 2 კაცი კი იდგა კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ეს ნიშნავს მართლაც იმას რომ პრინციპში არ შემწდა რომ 10 12 8 9 10,000 კაცი იყო მისული ნახევარ სტადიონს ვერ ვავსებდით. იქ ჩართვაში ვთქვი ერთგან რომ 13 სტადიონს მაინც ხო ვავსებთ, მეთქი პრინციპში ალბათ მაინც გადავაჭარბე, მაგრამ მაინც. რატომ მივედი აქციაზე? ბოლო ხანებია გადაწყვეტილი მაქვს რომ მაქსიმ შეძლების დაგვარად ხშირად ვიარო. აბა ერთი კინკილა კაცი რას შეცვლის ამ პროცესში? რას საკვირველია ვერაფერს, მაგრამ თუ ჩემს გავსად იფიქრებს ბევრი სხვა კინკილა კაცი, მოქალაქე და 200-ით მეტი თუ იქნება ან 500 მოქალაქით მეტი თუ იქნება აქციაზე ხო ვთქვათ კარგი ან 3,000 კაცით მეტი თუ იქნება 3,000 5,000 კაცი რო იყოს ყოველდღიურად რუსთაველის გამზირი ბუნებრივად გადაიკეტება შესაბამისად თქვენს მეზობელს თქვენს მეგობარს თქვენს ახლობელს თქვენს ნათესავს თქვენთვის უცნობს თუნდაც და ბევრი უცნობია სწორედაც რომ დაჭერილი ხო 7 დღით 4 დღით 6 დღით 9 დღით რა ვიცი ხო ის მათ გადავარჩენთ ეხლა რატო მათი 5 დღე და 7 დღე კი არ არის ეს ამ პერიოდით საპატიმროში წასვლა პრობლემა რასაკვირველია არა მაგრამ ვინც კი გადის მე მივაქციე ყოველდღიურად ამგვარ ანალიზს ვაკეთებს ბევრს შესაძლოა გაუჩნდეს 15 დღიანი თუ 7 დღიანი პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ ცდუნება რომ ისევ გადაკეტოს რუსთაველის გამზირი და ამ ბანდა ხელისუფლება მისი თქვენ რომ მიიღო გადაწყვეტილება მერე უკვე 1 წლამდე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ამგვარი მოქალაქეების წინააღმდეგ ამგვარ მოქალაქეებს და უწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას რაც თავარია იმდენად უნამუსოა კობახიძის თუ ივანიშვილის რეალურად ხელისუფლება რომ ბრალს მართლა წაუყურებს და მართლა დაიჭერს და მე მესმის რომ ეხლა თუ 65 დეპუტატი კი არა 65 პატიმარი ყავს მე გვეყოლება 66 67 167 267 867 რაღაც თვალსაზრისით ეს ბჭყალებში რასაკვირველია კარგია იმიტომ რომ ჩვენ ვამტკიცებთ იმას რომ ეს არის რეჟიმი ეს ამტკიცებს სწორედ რომ ეს არის რაღაც რუსული რეჟიმი რეპრესიული რეჟიმი ბოლშევიკური რეჟიმი და ასე შემდეგ და თუ მართებული სიტყვა ამას იმ ამბავს რომ პატიმრები ხავს ვიყენებთ საჩვენოდ საერთაშორისო თანამეგობრობას და ერთმანეთსაც ვეუბნებით რა რომ ამ რეჟიმს უნდა შეუპირისპირდე მაგრამ მე მაინც გონია რომ ბევრი მოქალაქე ჩვენ გვჭირდება გარეთაც ან გარეთ თუ გებავთ ასე ვიტყვი ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე მათგანმა ვინც ახლა პატიმარია პოლიტიკოსმა პატიმრებმა თუ სინდისის პატიმრებმა უკან დაიხიოთ რასაკვირველია ერთი წამითაც არ უნდა დაიხიონ უკან და საპატიმრო ვადა თუ ეს ხელისუფლება დარჩება ეს ბანდა თუ დარჩება ბოლომდე მოიხდიან თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა ხო ესენი ეს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები და უკან ანუ გარიგებაზე არ უნდა წავიდნენ რასაკვირველია მაგრამ ახალი პატიმრები თუ არ დაემატება მეთქი ამის თქმას ვცდილობ თლად კარგი იქნება თუმცა საჭიროების შემთხვევაში ადამიანები რასაკვირველებს ad უნდა იყვნენ იმისთვის და არიან კიდეც საცთავარია 15 დღიანი თუ 8 დღიანი პატიმრობა აკითხავთ არ არის პრობლემა არის უკვე შემდგომ რას იზავს ბანდა ხელისუფლება და შემდგომ ის იქნება ასევე სასტიკი აი კანონი ხო დავწერე და ამ კანონს არ გვექთო თქვენო და სხვა საქმეა სამართლებრივი ესეც საკაბათოა სამართლებრივი არის თუ არა ამათ მიერ მიღებული კანონი და მეორეა სამართლიანი კანონი და სამართლიანობასთან კი არანაირი შეხება არ აქვს,
საერთოდ არაფერ შუაში არ არის ის კანონები ან კანონებად წოდებულები, რომლებიც უნდა დაახიოთ თავზე, დაახიო აბათ თავზე უკლებლივ ყველას, ყველა კანონი პრაქტიკულად, აი არა მარტო ეს, არამედ აი 24-დან 23-დან ეს რუსული კანონები, რომლებსაც იღებენ. რუსული არა იმიტომ რომ რაღაც რუსულად წერია, ცხადია არა. არამედ იმიტომ რომ ამ კონტექსტში იმ შემთხვევაშიც კი თუ კანონი როგორც ასეთი კარგად არის დაწერილი, ისიც არ არის დაწერილი, მაგრამ მაინც ამ კონტექსტში, ამ ვითარებაში ხო, სრულიად არაადეკვატური. ეხლა რომ აპელირებენ, რომ აი აფარავ თარგმნეთ ჩვენ სიტყვა სიტყვით. იმ შემთხვევაშიც კი თუ სიტყვა სიტყვით არის აი ესე სიტყვა სიტყვით ხო მარცვალ არის თარგმნილი, ფარა შეერთებულ შტატებში მიღებული 38-ში და ეგრეთ წოდებული ფარა მიღებული 2024-ში 25-ში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ერთმანეთისაგან განსხვავდება, იმიტომ რომ კონტექსტი სხვა არის და რაც მთავარია, ჯერ ხო არ არის თარგმნილი ზუსტად, ჯერ ხო არ არის რაღაცა გააზრებული სინამდვილეები 30-იანი წლების შეერთებული შტატებისა და 20-იანი წლების 21 საუკუნის 20-იანი წლების საქართველოსი. ხო, რაც მთავარია, იქ მიმართულია მტრული ძალების წინააღმდეგ. ამგვარი კანონები, ეს კანონი და ამგვარი კანონები, ხოლო ჩვენთან მიმართულია თავისუფლების თვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ, თავისუფლების წინააღმდეგ, ასე ვიტყვი. კარგით, ამასაც დავანებოთ თავი. მოკლედ, რომელიღაც ეტაპზე აქციაზე რო ვიყავი, ახალგაზრდებმა ჩამოიარეს და დაარიგეს აი ეს გაჩვენებსაც. და მე დამევალა რომ სამშაბათობით, ხო წერია, რომ მოვატრიალო ახსი არის, ხო, მოკლედ სამშაბათობით, ესე რომ წავიკითხოთ, სამშაბათი, ეს ხო კამერა ხოლმე მაჩვენებს, თუ წაღბაჩანს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. მოკლედ, სამშაბათობით თუ ვერ მოდიხარ, მიეცი ეს ფლაერი იმას, ვინც შენს მაგივრად მოვა. თუ ფიქრობ, რომ ყოველდღე რუსთაველზე შეკრება საკმარისი არ არის და გაქვს იდეები, ან თუ გინდა პროტესტის ალტერნატიული ფორმებში ჩაერთო, გადადი QR კოდზეო და QR კოდიც აქ არის. და ჯერა რომ ყოველდღიური აქციები გარდამტეხია სისტემის ერთი წამით მოდუნების საშუალებას, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემას, ერთი წამით მოდუნების საშუალებას კი არ უნდა მივცეთ, არა იმიტომ რომ სამშაბათობით ჩემი გასვლა სამშაბათსაც ვიქნები და ოთხშაბათსაც. ჩემი გასვლა რამეს გადაწყვეტს. უბრალოდ ის თვითონ უნდა დაიძაბოს შიგნით. თვითონ უნდა გადაგიჟდნენ ერთმანეთს არა პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია, მაგრამ დალით უნდა გამოეკიდონ და უნდა თქვან რომ იცი რა არის, აი ესე გვაწამებენ ან სტრესში ვყავართ უფრო ზუსტი რომ ვიყო დემონსტრანტებს ყოველდღიურად და ეს შენი ბრალია ერთმანეთზე გადაბრალება უნდა დაიწყოს, კობახიძემ პაპუაშვილს უნდა დააბრალოს თუ ქვედარგოლების რომელიმე წარმომადგენელმა ქვედარგოლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს და ეს იქნება მთავარი. კარგი. ახლა სხვა თემაზე ვსაუბრობ საბოლოო ჯამში, მაგრამ ეს 8 წუთიანი შესავალი დამჭირდა სწორედ იმისთვის, რომ იმ თემამდე მივსულიყავი. მოვდივარ რუსთაველზე რესპუბლიკის მოედნიდან და რას ვხედავ? ჩართვა მქონდა ამ დროს კამერა, ჩართული, შტატივზე დამაგრებული, ხმა გასწორებული, მიტრიალებული, ვერტიკალური კადრია, ვაჩვენებ დემონსტრანტებს, ლაპარაკობ რაღაცას, ამერიკაზე ვილაპარაკე, ამერიკის დროშა როა გამოტანილი, კარგ რაღაცებს ლაპარაკობ, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. რომ მივესალმებით ცხადია დემონსტრანტებს, უკლებლივ ყველას მე ხა იქ არ მაინტერესებს საბოლოო ჯამში რა შიდა დაპირისპირებები აქვთ. მეხუთე ხარისხოვანი მგონია ეს და ყველა მართალია და ყველა მტყუარია იმ დაპირისპირებებში. მაგრამ ყველას მივესალმები აქ იკითხავთ და ლაპარაკობ რაღაცებს. ჟოტიალო მეთქი ვიტყვინა. კარგი ჩართვა კი იყო ჩემი აზრით. და EDP-ს და ეხა მე ახალგაზრდებმა არ იციან, მაგრამ რუსთაველის თეატრალურ ინსტიტუტზე რო გამოცდები აქეთ ხო? ოპერისაკენ იქ არის EDP-ს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გია ჭანტურია რო იჯდა. EDP-ს ოფისი ახლა ვისი ოფისია სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ადრე EDP-ს ოფისი იყო. ბაჩუკი ქარდავაც იქ იჯდა კი გარდაცვალებამდე იქ ჰქონდა ოფისი. მოკლედ ძალიან ბავშვობაში 80-იანებში მე იქ რამდენიმეჯერ ვარ დამყოფი. მერეც ვიყავი ამ რა 1-2 წლის წინ დაახლოებით რაღაც შეკრება იყო სიმართლე გითხრათ. მოკლედ EDP-ს ოფისიდან გადმოფინეს პლაკატი, რომელიც ხა შემიძლია ზუსტად გავიხსენო, მაგრამ ზუსტად გაჩვენოთ, მაგრამ რომელზეც არის წარწერა ესეთი ამ პლაკატზე. გადადგეს რაღაც სიტყვა უკანონო შესაძლოა რაღაც. მოკლედ გადადგეს მთავრობა. მთავარი წინააღმდება არის ესეთი, ხა როგორი მთავრობა უკანონო თუ სისხლისმცველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. გადადგეს მთავრობა. მერე მეგაფონით გამოვიდა, ხო, მიესალმნენ თქვენს რომ ეს არის EDP-ს ოფისიო, ანუ ისაც მე ვთქვი ჩართვაში 20 წამით ადრე უკვე
ამ დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლიდერმა სიმართლე გითხრათ არ ვიცი ვინ ისიც ესეც გაიმეორა ეს გაიმეორა EDP-ს ოფისიდან ამას გვესწრა და ახლა საზოგადოება გადადგეს მთავრობა მე უკვე რუსთაველზეც ანუ პარლამენტის წინას იქრისმოდა ეს ლოზუნგი ეს სლოგანი ეს მოთხოვნა სწორი მოთხოვნა ერთის მხრივ ორის მხრივ მეორე მხრივ მესამე მხრივ ხო კარგი მოთხოვნა იმიტომ რომ პოლიტიკურ ჩარჩოში პოლიტიკურ კალაპოტში აი ეს არის კალაპოტში აბრუნებს პროცესს ეს ნამდვილად ასეა ქემაინც ესე უნდა ვთქვა ესე უნდა მოუქციო სუსტად ვიცით თუ ეს სლოგანი იქნება ატაცებული საზოგადოების მხრიდან სუსტად გვეცოდინება რა არის ჩვენი უახლოესი მიზანი გადადგეს კობახიძე მთავრობა ვინ არის მთავრობა არის კობახიძე სხვები და სხვები აღმასრულებელი ხელისუფლება ანუ ქრივიშვილი იქ რაღაც არ ვიცი რაღაც შიქოვანი ვინც არიან რაღაც სალია ვიღაცეები ხო გადადგდნენ ვარი ბევრის არც იცი ხარ არ მახსოვს რა ეკონომიკის მინისტრი რაგვარი არ ვიცი მაგალითად ხო გადადგეს მთავრობა ამას ამბობ ეკონომიკის მინისტრი სწორედ ქრივიშვილია გადადგეს მთავრობა და პოლიტიკურ ჩარჩოში აქცევ კალაპოტში აქცევ ამ პროცესს ეს არის ერთგვარი ამას არავინ არ გეტყვით მაგრამ ეს არის ერთგვარი გამოსავალის შეთავაზება ბიზინა ივანიშვილისთვის გადააყენე შეჩემის ტრულაილა ეს მთავრობა ესე მიმართავს დემონსტრანტი მთავრობა კობახიძე გადააყენე თავის მთელი შემადგენლობით გადააყენე და შენ არ შეგეხებით ალბათ სწორი სიტყვა არ არის მაგრამ მე ვილაპარაკოთ აი ჩვენ კი დავილაპარაკოთ და ამ თვალსაზრისით ანუ პოლიტიკურ კონტექსტში თუ პოლიტიკურ სიმრგვალეში თუ ჩავსვავ ამ ამბავს ხო მე ამ მოთხოვნას გულახდილად გეტყვით მივესალმები მაგალითად მე მირჩევნია თუ ამას სწორი სიტყვაა ეს რომ კობახიძე რუსი წავიდეს და გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე უფრო მეტად ხშირად მისი გვარი ხმიანდება სწორედაც რომ მარიამ ქრივიშვილი მოვიდეს მარიამ ქრივიშვილს აქვს იერსახე პირსახე ბევრად უკეთესი ვიდრე პოლიტიკური იმიჯს გულისხმობ ხა ვიზუალურ მხარეზე არ ვლაპარაკობ ხო ვიზუალური მხარეც უკეთესი აქვს ცხადია ვიდრე კობახიძეს მაგრამ პოლიტიკურ იმიჯს გულისხმობ მისას ბევრად უკეთესი ვიდრე კობახიძე რუს აქვს მარიამ ქრივიშვილის რუსია რასაკვირველია მაგრამ ესეთი შელახული რუსი შერყვნილი რუსი არ არის მეთქი როგორიც არის კობახიძე ფსბ-ში მეც მირჩევნია შესაბამისად რომ მარიამ ქრივიშვილი მოვიდეს პრემიერ-მინისტრად და იქნება და ის მაინც წამოვიყვანოთ დათმობებზე მაგრამ მარიამ ქრივ მეორე მხრივ საკუთარ თავს ვეკაბათები თუ მარიამ ქრივიშვილი მოვა საკუთარ თავს ვეუბნები შედალოცვილო შენა ქანა ბიზინა ივანიშვილი ზურგს უკან არ იდგება მესმის რომ მარიამ ქრივიშვილმა შეიძლება რაღაცა მექანიზმების გამოყენებით ყაველაშვილთან ერთად გამოიყენოს რაღაც მექანიზმები და გაანთავისუფლოს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები მადლობა მაგრამ პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების განთავისუფლება ყველას მიმართ პატივისცემა ცხადია არ მოკლავს განა ამ პროტესტს მოკლედ სხვანაირად ბიზინამ რო დაკლას პოლიტიკურად ირაკლი გობახიძე რომელიც მეორე მხრივ თეთრცხენზეა და ყველაფერს უსრულებს კარგი ოკეი ნუ ჩვენ ვერ ვკითხულობთ რაღაც კონტექსტს და ბიზინამ გაანთავისუფლა ირაკლი გობახიძე თავის მთელი მთავრობია და მარიამ ქრივიშვილი მოვიდა დააბრუნა ორი მინისტრი დატოვა კობახიძის მთავრობიდან და რაღაც 7 გათურვა გაანთავისუფლა პირიქით ხო 5 დატოვა 5 გაანთავისუფლა აღარ მოსწონს სალია დანიშნა რაღაც ბულია პირობითად ლაპარაკობ ვინმე ხო ამნიშნულობა განა ივანიშვილის აჩრდილი არ დასდევს ამ ყველაფერს და ამ შემთხვევაში მოდი ასე ვიტყვით ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ გადარჩება თუ არა ბიზინა ივანიშვილი ეს რომ ამას რომ ამბობ ხო თვითკრიტიკულისა ვარ თუ ქრივიშვილი გაანთავისუფლებს პოლიტპატიმრებს დაკმაყოფილდი რა მაქსიმუმზე რომ მიდიხარ ვეუბნები საკუთარ თავს შედალოცვილო ქრივიშვილი აი თავარია ბიჭები განთავისუფლდნენ მაგრამ ამბავიც ის არის რომ ქრივიშვილი გაანთავისუფლებს თუ არა 50 თუ 60 პოლიტპატიმარს ბიზინა ივანიშვილი რო უბრძანებს პირობითად მარტში ახალ 50 თუ 60 პატიმარს გააჩენს იმ შემთხვევაში თუ მარტში პირობითად ახალი ტალღა აგორდა და პოლიტპატიმრების მიუხედავად სინდის პატიმრების მიმართ პატივისცემის მიუხედავად მე რასაკვირველია მინდა რომ თავრობად წოდებული ბანდა გადადგეს მაგრამ თავრობად წოდებული ბანდის გადადგობის შემთხვევაში მეორე თავრობად წოდებული ნაკლები მაგრამ მაინც ბანდა მოვა რომლის უკანაც არის აკი გითხარით ბიზინა ივანიშვილი რომელიც ესე ათამაშებს კიდა კობახიძე და არქვი კიდა ქრივიშვილი კიდა ბაგრატიორი და კიდა
რაც გნებავს ის დაარქვი, რაგვარიც გინდა, რაგვარიც კაციც გინდა ის დანიშნე მოქალაქე პრემიერ-მინისტრად წოდებულად, თუ ბიზინა დგას როგორც აჭრილი, ამ შემთხვევაში არაფერი საბოლოო ჯამში არ იცვლება, ერთი 60 კაცი გამოვა პოლიტპატიმარი, მეორე 60 კაცი შევა პოლიტპატიმარი თუ სინდის პატიმარი, პირობითად ორ თვეში გინდა ქრივიშვილი იყოს და გინდა რაღაც რაგვარია გელაძე გინდა იყოს მინისტრი და გინდა სხვა გვარის რომელიმე წარმომადგენელი, მნიშვნელობა არ აქვს, შმელაძე, ხო? ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე იმ შემთხვევაშიც კი იმ დაშვებითაც კი თუ ირაკლი კობახიძეს უშევს ბიზინა ივანიშვილი მაგალითად დეკემბრის ბოლომდე ანუ ორ თვე ნახევარში. ხო? მას გააკეთებინებს ყველა იმ შავ საქმეს, რომელსაც გინდა ქრივიშვილი მოიყვანა და გინდა ნაუმი კემბელი პრემიერ-მინისტრად. საინტერესო სათაური გამოგივა. ნაუმი კემბელი. ხო, ის ვეღარ შეცვლის ამას. მაგალითად, გააუქმებინებს პარტიებს და იტყვის, რომ ამას და ესე 1000 კაცი ეყოლება ჩამოწერილი. არც პარტიაში ყოფნის უფლება აქვს, არც არჩევით თანამდებობაზე, არც პარტიაში, არც პარტიად წოდებულში. მოკლედ ეს გაუქმებული ახალ პარტიას ვერ შექმნის. ეს დასაჭერია, ის დასახვრეტია და ასე შემდეგ და ეხა ამ რაღაცა იერით მარიამ ქრივიშვილი და ვერც ვერავინ ამ ყველაფერს წინააღმდეგობას ვერც გაუწევენ და არც შეცვლიან უკვე რაღაც პირობითად იანვრიდან და ასე შემდეგ. ამიტომ მოთხოვნა და აკი გითხარით მე თითქოს ვეთანხმები მეთქი გადადგეს მთავრობა თუ ეს მოთხოვნა იქნება მხოლოდ ეს მოთხოვნა არის ფუჭი და არაფრის მომცემი. კი არ ვაკრიტიკებ ეხლა კაცო ყველა გამოსავალს ვეძებთ და რაღაცებს ფიქრობ და ყველას თავისი არგუმენტი აქვს და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედიდან ეს მოთხოვნა არის ფუჭი და არაფრის მომცემი. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ მოთხოვნას თუ არ მოხვება სხვა რამე, გადადგეს მთავრობა, გაანთავისუფლეს პატიმრები, გააუქმეთ რუსული კანონები, ჩაატარეთ არჩევნები ჩაატარეთ დემოკრატიულად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ თუ ერთი ჯაჭვი არ არის, ოდენ გადადგეს მთავრობა, ვაი და მოგიგდოს ეს ძვალი ივანიშვილმა. მერე სად მივდივართ? მეტიც არა მარტო ეს ძვალი გადმოგდოს, არამედ დააყოლოს და აგვიმატოს ბონუსად გვაჩუკოს კობახიძის ესე აქვია, ვაიმე შვილო პაატა, ხო? პაატას აჭრიან, ხო თავს? ესე ხარა უკაცრავად პაატას არ აჭრიან. არა პაატას აჭრიან, მაგრამ იქ ვიღაცის თავი აქვია, გიორგი სააკაძეში. ყორღანაშვილის თავს რომ მოუტანენ. ესე რომ მოგვიტანონ კობახიძის თავი, არა, კობახიძე ჯანმრთელად იყოს. კაცო ეგ ციხეში უნდა ამოლპეს არა, ციხეში უნდა იყოს 20 წელი. თავი პირდაპირ მნიშვნელობით თავი მისი არ გჭირდება ეხლა. ესეთი თმები რო აქვს. ესეთი თავი არ გჭირდება. არ ვიღებთ, არ გვინდა. ამიტომ ნაუმი კემბელიც რომ მოვიდეს პრემიერ-მინისტრად, ჩვენ ანუ ბიზინა ივანიშვილი სადაც არის, სადაც ჩანს, სადაც საიდანაც მართავს, ხო, რატომაც მართავს, ჩვენ ბიზინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული ცვლილებები, კოსმეტიკური ცვლილებები დავარქვათ, სადაც არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება კონცეპტუალური ცვლილებები, ეს არის არჩევნები, არჩევნებამდე პატიმრების განთავისუფლება და რაც თავარია, ასევე მნიშვნელობა რუსული კანონები და ესენი ყველაფერი ცხადია, მაგრამ თავად ბიზინა ივანიშვილის და მისი ბანდის არ მონაწილეობა არჩევნებში. თუ ბიზინამ დანიშნა არჩევნები, თუ ბიზინამ ჩაატარა არჩევნები, თუ ბიზინამ ძვლად ხო ზვარაკად შემოგწირა 1 2 10 თუ 27 კაცი, ხო მეორე 27 კაცს 27 ბანდიტს იპოვის და უდრტვინველად თუ უნამუსოდ ახალ არჩევნებსაც გააყალბებს და დარჩება ხელისუფლებაში და დასავლეთსაც ეტყვის რომ ვაგე მე ხო ახლა დათმობებზე წამოვედი ხე გადაწყვეტეთ ჩემთან პოლიტიკა რაც იქნება ტყუილი და მე რა ვიცი მე მგონია რომ ბიზნეს ეს შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ამის თქმა მინდა 60 წუთიანი ვიდეო ბლოგის განმავლობაში პრაქტიკულად სათაური რა იქნება არ ვიცი ნაუმი კემბელი იქნება და მოვახერხო შეიძლება ვერც გავათამაშ პრემიერ-მინისტრად ნაუმი კემბელს ნიშნავენ არა მარიამ ქრივიშვილია ნაუმი კემბელი არ არის
ნაყოფის. აღარ არც ნიშნავენ რაც თავარია. მოკლედ ბიზნეს თამაშებს არ უნდა აყვეთ, ეგ მინდა ვთქვა.